რაულშვილიანი ხუხიების ოჯახს სოციალური მდგომარეობის გამო ყველა იცნობს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ეს ოჯახი ნოსირში, საბარკალაიოს თლბანში, განმარტოებით მდგარ ფიცრული სახლში, ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე ცხოვრობს. ასე მიგვასწავლის მისასვლელი გზა თანასოფლელებმა, კარი ოჯახის დიასახლისმა, ქალბატონმა ციცინომ გაგვიყო და მიწურში მიგვიპატიშა. მოკლედ აღიღწევთ, თუმცა თვითონაც ხედავთ, თუ როგორ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. სუსხიანი სამთარი დადგა, შეშა კი რამოდენიმე თხის სამყოფია, ფანჯრებიდან სიცივე შემოდის. სამთრის დადგომა განსაკუთრებით მძიმეა ხუხიების ოჯახისათვის. მამლის ყივილის მაგივრად, სიჩუმეს ალიონს და ლესის ყეფა არყევს. შინაურ ცხოველს, მხოლოდ ორღებაში შემოკრავენ ხოლმე თვალს. არის დრო, როცა საკვამური დიდი ხნის განმავლობაში ჩამქრალია, ეზოში აქაი კუნძები, ისიც რამოდენიმე თხის სამყოფი და თუ ეზოში შინაური ცხოველი ან ფრინველი შეამჩნიეთ, არ გაგიკვირდეთ. ეს მეზობელი კაცი თავის შინაურ ცხოველს აძოვებს, ან ქათამი, ინდაური გზა აბნეულა და ხუხიების ეზოში თავი ამოუყვია, ესეც იშვიათად. სადილად ხშირი კერძები, ლობიო, მოხარშული ბრინჯი, ფუფუნება, ხორციწვნიანი, ნამცხვარი და სხვა. ოჯახში ბევრს ოცნებობენ, ბევრს ხუმრობენ. ამ ოჯახის გარემო არც ისე გაგიკვირდათ, ხო, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგო თუ რაზე ოცნებობენ დღეს საქართველოში. გაგაცნობთ ჩვენი სიუჟეტის გმირებს: ანა, დოდო, ჩიტიკუნა და ლევანი და ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ციცინო ხუხია. გაგიკვირდებათ, დედმამა რატომ ვერ მოექცა ჩვენი კამერის ობიექტში, მამა ციხეში, დედა კი წავიდა და დიდი ხანია მისი ხმა. ამ სახლში არავის გაუგია. ოჯახის ერთადერთი საარსებო წყარო არის სოციალური დახმარება. ხო, ჩემო მაყურებელო, ოცნებას რაც შეეხება. ერთი ექიმობაზე ოცნებობს, ორიც მოდელობაზე, ლევანი კი ჯარისკაცობაზე. თუმცა ეს არ არის მათი მთავარი ოცნება. რამოდენიმე წუთში ნახავთ თუ რაზე ოცნებობენ დღეს 21 საუკუნეში საქართველოში კოლხეთის მიწაზე მცხოვრები ხუხიების ოჯახში. მე ვზრდი 4 შვილი პატიმარი მყავს, ძალი წავიდა. ჩვენ ჩამოვედით ქვედა ბაზიანიდან. ომის დროს ბაზიანში როცა იყო პალაიმაზე რა ქვია თვითმფრინავის ის რომ დაბომბეს, ხარვეზი ფსარი გაუჩნდა ჩვენ სახლს, რომელიც საცხოვრებლად არ ვარგოდა. დავბრუნდი ჩემ სამშობლოში, მე სენაკელი ვარ. მოვედი, ვცხოვრობდი ცხვის სახლში. იმიტომ რომ მე ძირითადად მე თვითონ პირადად არ მაქვს საცხოვრებელი ადგილი. რომ ცხოვრობდი ცხვის სახლში, მე ის თვითონ პატრონი დაბრუნდა და გადმოვიდით ეხლა ამჟამად სადაც ვიმყოფებით. აი ეს სახლი უკვე 4 წელია აქ ვცხოვრობ ამ ოჯახში. ამ ოჯახში როცა გადმოვედი მაშინ ეს ჩემ საკუთრებაში არ არის. როცა გადმოვედი მაშინ აქ საერთოდ დანგრეული იყო ყველაფერი, იატაკი არ ქონდა, კედლები არ ქონდა, როცა ქარი იყო, წვიმა იყო, ისე წვიმდა და ისე ქროდა როგორც გარეთ. შემდეგ ჩვენ ცხოვრობდით მე და ეს 4 ბავშვი იმ პატარა ოთახში, უკან რო პატარა ოთახია. ასე ცხოვრობდით 2 წელი. მეზობლებმა მომეხმარნენ და გამიკეთეს ეს იატაკი. როცა იატაკს პოლი დავდგი, გეპიცები და ძმების საფლავს ფიცავარ, ვიცეკვე რომ როგორ ფეხი მიდგას იატაკზე და ჩემი შვილიშვილები ახლა აქ დაიძინებენ მეთქი. მე ეს გავაკეთეთ, მაგრამ ამჟამად კიდე ის სახურავი არის ძალიან ძველი რაღაცა ისეთი რომ როცა წვიმს, აქაც ისე წვიმს, აი თქვენ თვითონაც ნახეთ როგორ არის ზემოთ, აქაც, იქაც და იმ ოთახშიც.
ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევა ფიცამ ღმერთს რომ ბავშვებს რომ აჭმევ ხო საჭმელს მეკითხებიან ბებო შენ ჭამე დღეს 21 საუკუნეში მეკითხებიან შენ ჭამე კი მე ვჭამე არა ბებოს ეს 4-ვე განაწილებს ცხოვრებაში არავინ არ დამხმარებია მთავრობის მხრიდან ერთადერთი სოციალური დახმარება რომ აქვს ამას გავანაწილებთ ასე ყველანაირად და ერთადერთი აი მიხარია იმის მოსვლა როცა არის მისი აღება ეხლა უკვე არ დამხმარებია და იმ დღეს რომ მომიტანეს ის აი მეზობელთან ვამბობდი მუნიციპალიტეტის გამგეობაზე საუბრობთ ხო ანუ დიახ საახალწლო საჩუქრები რომ მოგვიტანეს იმ დღეს ვიძახოდი რომ ღმერთო მეთქი 2 თვე არ ამიშავს 2 თვე რომ ეს ბავშვებისთვის 2 თვეს ნელა ეკონომიურად რაღაცნაირად ეს უკვე გავიყოფ ამას და მადლობა ნამდვილად მადლობა როცა მარშრუტკა მოდიოდა და უკან მანქანები მომეჩვენა თითქოს ჩემი აი არ ვიცი როგორ გითხრათ ხალბატონო აი მომეჩვენა რომ ვითომ რაღაცა მოხდა უცებ გამიელვა თავში რომ რაღაცა მოხდა და ჩემი სახელი და გვარი რო იკითხა всё ვიღაცას რომელიღაცას მოასვენებენ მეთქი აი თითქოს უბედურება იყო მეგონა და მაშინ აი ძალიან ემოციური ვარ მე რომ უკვე რო აღღელდი და ისა და უკვე ეს ემოცია ესე იგი ჩემი ცუდი ფიქრი რომ სიკეთეში გადავიდა და უფრო სიხარულში გადავიდა გაიზარდა ეს ყველაფერი იმით გაიზარდა რომ რა ვიცი დავფრინავდი 1 სექტემბრი აი ხლა სკოლაში ბავშვები რომ მიდიოდნენ საერთოდ არ მქონდა არაფერი არც ფეხსაცმელი არც ტანსაცმელი არც არაფერი საერთოდ არ მქონდა რო განვაცხადე განგეობაში რომ მეუთხარი გენაცვალე 4 ბავშვებით მდგავარ ქუჩაში რა გავაკეთო რაღაცა ფართი მომეცი მეთქი აი რაღაცა ან დახმარება გამიწია რაღაცა და მახსოვს ვიღაცა კენც იყრიდა მაშინ და 2 ცალი პური გამომიგზავნა მე არ წამიღია ეს პური მართალია მიჭერს მაგრამ მე ჩემი თავმოყარეობა მაქვს მე ის პური ავდექი და მის თვალწინ ძაღს ვაჭამე მინდოდა უკან დამებრუნებინა რომ იმას უფრო მეტი უჭირდა ალბათ 2 პური 4 ბავშვი ხელში აქ კარი არა მაქვს ეს ჩამოკიდებული მაქვს იქ ფანჯარა არა მაქვს ის კარდონით მაქვს დაჭედილი იქაც ასწავლია იქ ზევით წვიმს უკანა ოთახში წვიმს აქ კარს რო გავაღებ ეს კარი არ იღება ჩემი განცხადებები რაც შევიტანე რომელზედაც მივიღე უარი მარტო 7 ცალი შიფერი გამომიწერეს ის მეოთხე კარგად დაგითვლიათ მეთქი 7 ადამიანი ვარ და თითო დავიხურავ და ბიბლით ასე მეთქი ესაა ჩვენი ყურადღება მეთქი მეოთხარი აღარ მინდა მეთქი გენაცვალე აღარ შეგაწუხებ ბიუჯეტიო ფული არა გვაქო კი ბატონო მეოთხარი მე ბიუჯეტიც ვიცი რაც არის იმის ხარჯვაც ვიცი როგორ მიდის ისიც ვიცი ესე უგნური ქალი არა ვარ გენაცვალე მომეცი ჩემი განცხადებები მეთქი აქ მაქვს მე ის განცხადებები გამოვართვი უკან აზრი არ ქონდა დავბერდი ისე რომ მარტო ერთი ოთახი იყოს და ჩემი იყოს ერთი ოთახი დავბერდი ისე რომ ცხოვრებაში არ მქონია და ერთი ოთახი რო წერია აი რომ წერია რომ ეს ამისია საკუთრებაში მე ეს არ მქონია ისე დავბერდი და მინდა რომ ჩემი შვილიშვილებს ერთი ოთახი იყოს ოღონდ ეწეროს რომ ჩემია აი ამათი მეტი არაფერი არ მინდა. დილით სკოლაში მივდივართ, შუა დღეზე სკოლიდან მოვდივართ 3 საათზე, საჭმელს შევჭამთ და მერე შემდეგ მეზობელთან მივდივართ ბურთისთან. ჩვენ არ გვაქვს არც ბურთი, არც კომპიუტერი. ხოლმე ბებია პრინც მოხარშავთ მაგას ყველა ერთად გავიყოფ და შევჭამთ, ზოგჯერ ასე ვართ. მე მინდა დიდი სახე რომ გქონდეს. დიდი სახე რა ქონდა? და ოჯახის წევრები ყველა ერთად რომ პატარები რო იყვნენ ხო?
ქოხი, რომელიც 10 კვადრატული მეტრი იქნება და 60 ახადაა გატიხრული, ძველი ფიცრებისგან შეუკრავს ოჯახს. ჭერსა და კედლებზე მუყაოს ნაჭრები აქვთ აგრული. ერთი თვალის შეულებაც საკმარისია, რომ იგრძნო სამხრეთ მკაცრ დღეებში, როგორ გაატან სიცივე ძვალსა და რბილში. ხშირად არის დრო, როდესაც თხისი თბილა და პატარებს გაცივების საფრთხე არ ემუქრებათ. ხამით კი ერთს ბები აიხუტებს, ხოლო დოდოჩი და თიკუნა ერთმანეთს ათბობენ თხელი საფნის ქვეშ. ყოველი დღე ამ ოჯახში იმ იმედით ენდება, რომ რაღაც შეიცვლება.